მოგესალმებით ყველას. დღეს მექნება საუბარი ჩემთვის საყვარელ შპრიცებზე, ანუ ღორის თვის გასაკეთებლად არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, რადგან მოგეხსენებათ, როდესაც მაგალითად დაახლოებით 50-60 კილოიანი უკვე 40 კილოს ზემოთ ყავთ გოჭი, ბურვაკი, გინდა პატარა გოჭი. აი ახლა ცალკე შპრიცით იმისი ამოღება, ჩალიჩი, მერე სიტყვაზე არ გყავს დამკავებელი. მერე ადექი და კიდევ ხელთავიდან დაიწყე გაკეთება, ამოღება, გაკეთება. ეს შედის, აი როგორ ასე ვთქვათ, ძალიან დამღლელი პროცედურა არის. მე მივხვდით? ამიტომ მე ვეძებდი ამას და ყველგან არ იყიდება სამწუხაროდ. ეს არის 5 გრამიანი, არსებობს 1 გრამიანიც, 2 გრამიანიც, სამომავლოდ 2 გრამიანიც მინდა ვიყიდო. 2 გრამიანი, იმიტომ რომ შეიძლება აქ ახლა ზოგჯერ ვერ ვარეგულირებ ხოლმე 9 მილიგრამი როგორ გაუკეთო, მივხვდი, 9. ამიტომ 2 გრამიანიც რომ ექნება, არის სავსებით სასურველი. ახლა რაც შეეხება ნემსები, ეს ახლა არის ჩემი ნაყიდი და ეს ჩემი ნაყიდი. ეს არის ცოტა მსხვილი დიდისთვის, მაგრამ ცოტა წვრილი ნემსი, ახლა გოჭს მაგალითად ცოტა წვრილი ნემსით შეიძლება გაუკეთოთ. ამ ნემსით შეგვიძლია თავისუფლად ქათამს გაუკეთოთ, ბოცვერს გაუკეთოთ. ანუ როგორ არის, იცი? ეს შპრიცი მაგალითად მე მაქვს ეს ერთი ცალი და გამოვიწერე სხვადასხვა საიძზე, სხვადასხვანაირად, ან ვეძებდი ცოტა კარგი გამომდგარი რომ ყოფილიყო. მე მივხვდით? და აქედან გამომდინარე თან მინდოდა ნემსით ერთად გამომეწერა, მაგრამ როდესაც გამოვიწერე ჯერ პირველ რიგში, ანუ 5 გამოვიწერა, ნემსიც 5 ცალკე ნემსიც უნდა 5 ცალი და გამოეგზავნოთ. გამომიგზავნოს 2 ცალი. შემდეგ რაღაცა დიდ ყუთში, ანუ სქელ კარდონში იყო, რომ მარტო ამას აქვს 9 კილო. ხვდებით? ანუ როდესაც მოდის ეს ამის წონა რომ კილო და 800 იყო, ანუ 1.9 კილო ეს იყო კიდე დამატებული. ხომ შეიძლებოდა, ანუ შეიძლება გადაზიდვაზე ასია ხოლმე, არ ვიცი. უბრალოდ ჯანდაბას გადაზიდვას, აი დამაკლეს ეს და ლოცვილი, გამიგე? ახლა იმათ რამდენიც არ უნდა მიწერო, მაინც არ მომცემენ. და დამაკლეს და მაინც არ მომცემენ. რა უნდა გააგებინო იმათ? ახლა ზოგადად განხილვა, ამათი განხილვა მექნება ერთი ცალი არ არის, ეს აქ არის. ერთი ცალი მე მინდა ჩემთვის კიდევ ერთი ცალი დავიტოვო, რამოდენიმე ცალი გამოწერილი მაქვს და კიდევ მაქვს გამოწერილი, რომ მაინტერესებდა ნელა. ანუ ამათი ხარისხი ჩემი ნაყიდისგან განსხვავდება ჩვეულებრივად. მე რაც მაქვს გამოწერილი და ნაყიდი, ამით არეგულირებ, სადაც გინდა იქით-აქეთ გაუშვებ, გამოუშვებ, ამას მოუშვებ და ჩვეულებრივად დააწყებინებ აცრას. ზემოთ უკეთდება, ამას ზემოდან უკეთდება ეს თავისი ქილა არის, რაც მოყვება მას, რაშიც უკვე ეს ბოთლი იდება. ეს არის თავისი სარქველი, ანუ ზედმეტი ნაწილი მოყვება რაღაც რეზინა, შაიბა, რაღაცა, რომ სიტყვაზე რო გაუჭირდეს იმას ქნას.
ეს როგორც ჩანს ალბათ დასაზეთი რო არის ის არის. ალბათ რითაც უნდა დაზეთო ახლა ეს ჩემსას არ მოყოლი ახლა ესენი ჩემსას არ მოყოლი აქ საქართველოში. ეს არის რომელიც აქ დაეხრახნება და ეს უკვე ჩაიდება თავად ამას რომელსაც გაუკეთებ ეს დავდოთ ცოტა ხანი იყავი აქა ჯრაჯუნი აი ეს რომელიც გაუკეთდება ამას აი ამაზე ეხრახნება უკეთდება და აქ ჩაეცმება უკვე წამალი ზოგადად მე მაგალითად სულ მაქვს ეს არის ლევამიზოლი ამას აქვს ის პლუსი რომ ნებისმიერ კანში შევა თუ კანის შიგნით ინექციით არ არის ცუდი პრომექტინი ძალიან მაგარია ბიომექტინი ძალიან მაგარია მაგრამ ესენი კანში უნდა მოხდეს კანის შიგნით ისეთი ეფექტური არ არის მაქვს კიდევ რამოდენიმე წამლები როდესაც ვიხმარ ხოლმე ზემოდან სკოჩს გადავაკრავ და ცოტა გრილ ადგილზე დავდებ შევინახავ რომ არანაირი პრობლემა არ ქონდეს არ გაფუჭდება იქ ვიტამინებიც მაქვს მაგალითად რკინა ეს ერთ-ერთი გაციებისთვის აუცილებელი პრეპარატია ნუ მოკლედ მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი საშუალება არის ზოგადად თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი და რაღაცა შეგიძლიათ თავად გამოიწეროთ თქვენც არ არის პრობლემა მიმიხვდი მაგრამ აი ძალიან ბევრი ძებნა უნდა ცოტა კარგი ანუ როგორ არის იცი ბევრნაირი ფასები იყო იქ რომ მე შევხედე თან მე კურიერის გამოძახება დამჭირდა როდესაც ჩამოვატანინე და მე ცოტა გარეუბანში ვარ თბილისს კი ეკუთვნის მაგრამ გარეუბანში ვარ და გადავიხადე კურიერის მომსახურების 8 ლარი ზოგადად 8 ლარი ღირს 8 ლარი 10 ლარით ესე მითხრა და უბრალოდ 8 ლარი იყოსო რა 10 ლარსო და დაახლოებით უბრალოდ ეს როგორ არის იცი ნემსები აი ძალიან გამიტყდა რომ ნემსი არ გამომიგზავნეს კიდევ რა ესე იგი ცალკე ნემსი უნდა გამოვიწერო ხოლმე და ცალკე ესენი უნდა გამოვიწერო სხვა შემთხვევაში არ იქნება რა ისე არ აგზავნიან ნუ ვინ აგზავნის ისე როგორ ჩვენ გვინდა ან ვერ აგებინებ იმ ამაცხონებულებს რა გინდა და როგორ გინდა ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმისთვის როდესაც გააქვს ხელსაწყო და მე ვიტყოდი არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი იქნება ჩემიდან იქნება თქვენიდან არ აქვს მნიშვნელობა აუცილებლად გამოიწერეთ ან აუცილებლად შეიძინეთ ახლა ეს ჩამოვიტანე კაი ხარისხის შედარებით უბრალოდ ახლა შევხედავ მე თვითონ შემდეგ ვიდეოს გადაღების შემდეგ რას იზავს როგორ იზავს რანაირად იზავს და იქიდან გამომდინარე უკვე შეგვიძლია დავასკვნათ მაგრამ დასკვნაც არ უნდა მაქვს ნახმარი და იმაზე უკეთესი ხომ აინც იმაზე უკეთესი არის ბევრად ფასიდან გამომდინარე ხდებით ამიტომ ფერმისთვის მაგალითად ფერმისთვის არის ძალიან კარგი ახლა ეს არის 5 გრამიანი მე ვაპირებ 2 გრამიანის ჩამოტანას 1 გრამიანიც არის ეს ლინზი აი ეს შემცველი 1 გრამიანიც არის და არის 2 გრამიანი მაგრამ 1 გრამიანს მირჩევნია 2 გრამიანი რომ სიტყვაზე ბევრი გოჭი როდესაც ხავს სწავლებ ყურებში მისცხებ გაუკეთებ და ეს ნემსი
გადმოხარშვა შეგიძლია ჩვეულებრივად. ანუ გადმოხარშავ ისევ ხელთავიდან იხმარ, გადმოხარშავ ისევ ხელთავიდან იხმარ. მე მაგალითად ახლა ესენი ხო ნაყიდი მაქვს, მაგრამ ამას ერთი პარტიაზე გადავხარშავ კიდე მაინც ადუღებულ წყალში 1-5 წუთი, რომ რა ვიცი ახლა გამოვლილია, გარხნულია ჯერ რა. ვერ ვიტყვი რომ იდეალური იქნება, ხვდები? მაშინ იდეალური რომ იყოს, მაშინ ჰერმეტულად უნდა იყოს, როგორც აფთიაქის ნემსებია. ამიტომ მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი საშუალებაა. თუ არა, აი როგორ არის იცი ფერმისთვის ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, ერთ-ერთი კარგი საშუალება და ასე ვთქვათ დასვენებული ხარ, აღარ გინდა მეორე კაცის დაკავება ხელში, ამას დებ შიგნით ფლაკონს, მაგალითად 100 მილიგრამიანს, როცა ბევრი გყავს ცხოველი, 100 მილიგრამიანს ჩაუდებ და დავაი წავი და მიხები, გამოილია მეორე გაუშვი. და რა შეეხება ახლა გარეცხვას. მე მაგალითად ერთხელ დავიწყე ჩალიჩი ცხელი წყლით რაღაცით, აი უი და მე რა ვქენ იცი? ჩვეულებრივად აი კრანზე აქ ხო გარედან ხო არაფერია. კრანი აი წყალი რომ მოდის, აი აქედან იმას ვიზავ, სადაც წყალი მოდის, აი ამას მიუშვერ და ასე მივაწვევი ხოლმე და ანუ შიგნით გამორეცხავს, ასე ვთქვათ. ხვდებით? გამორეცხავს. დანარჩენი სხვა ახლა ამას შიგნით ხო არ ვარ, ის არ არის დაბინძურებული, ეს შიგნით უკვე გამოვრეცხეთ. ამას დიდი ფილოსოფია ამას არ უნდა. მე მაგალითად უკვე კაი ხანია ვხმარობ, რამე ისე დიდი საფილოსოფიო გასარეცხი არაფერი არ არის რა. დაუმუღამეთ. თუ ცოტა ზეთოვანია, ცოტა ცხელი წყლით შეიძლება მე გაირეცხოს. ამის დაშლა შეიძლება ჩვეულებრივად დაშალო, გააჩანჩხალო ცხელი წყლით და გარეცხო. თუ მაგალითად ვიტამინი იხმარე, გამიგე, სიტყვაზე რამოდი აი ლევამიზოლიც იხმარე, ჩვეულებრივ ცივი წყლით ამას მიუშვერ, ამათ არ უნდა. თუ რაღაცა, რომელიღაც ანტიბიოტიკი ან რომელიღაცა რაღაცა ისეთი იხმარე, რომელიც გეეჭვება, შეიძლება მე დაშა უცებ 2 წუთი არის და დაშლი უცებ ცხელ წყალში გაასუფთავებ, გაუკეთებ, გააშვრებ, გაუკეთებ ისევე. ამიტომ ძალიან კარგი საშუალება ეს რამოდენიმე გამოწერილია დაახლოებით როგორ არის იცი, რამოდენიმე ხარისხი არის. ახლა სიტყვაზე მე რო გამომეწერა, ზოგადად ეს AliExpress-ზე ღირს $25. მაგრამ $25 რა ვარი მისაცემი ამის. ანუ რამოდენიმეგან ვეძებე, სადაც შეიძლებოდა აი ერთ-ერთი პირველი, აი სადაც უფრო იაფად შეიძლებოდა ახლა დაახლოებით ამას საქართველოში ამას დაახლოებით 35 თუ 40 ლარად ყიდიან და მე მინდოდა რომ დაახლოებით 100 ამ ფასში, დაახლოებით 40 ლარის ფასში ცოტა კაი ხარისხის ჩამომეტანა და მე მაგალითად უბრალოდ აქ ეს ნემსი დამაკლეს რა და ცოტა წონა გამიზარდეს. და დაახლოებითი ფასი თან მოტანიან იმიანა თავისი ფასი დაჯდა სადღაც უკვე კურიერის იმის ცალის, მაგრამ კაი ხარისხის. დაჯდა დაახლოებით 30-32 ლარი. ხვდები? თავიდან ფიქრობდი რომ მეთქი 25 ლარათში ჩავეტეოდი, მაგრამ მე იმისი წონის ფასი თან როგორ არის იცი, როდესაც ანგარიში გაქვს, ხო, გადახურდავება იქ იმას თავისი მიაქვს, იმის ტრანზაქციებს თავისი მიაქვს, გადარიცხვა ტრანზაქციას, ჩამოტანას, თან წონა რა დაიჭერს. ახლა აქ ამ პარკშიც რო არის, ამასაც თავისი წონა აქვს, აი ამა თვითონ ამ პლასმას და მე პლუს ესენი რომ ახლა ამათ არაფერი არ მოუვიდოდა, ესენი რომ მეორენაირი ის არის ზოგიერთი რო წონა მეტი არ გამოვიდა. ახლა იმ ხელა მუყაო, მარტო ეს იყო 9 კილო, ეს ამ ხელა ამ სიმძიმე მუყაო, სქელი. ხვდებით და უკვე ეს წონაა, როდესაც კილოში თავისი გადასახდელი გაქვს, ისა გაქვს,
ფასით იზრდება და ახლა დაახლოებით უკვე როგორ არის იცი ჩვეულებრივად შეიძლება ამისი ანუ დაახლოებით მე ვფიქრობ ახლა მეორე რო გამომეწერა მეორე ფასი ალბათ 25 ლარში ჩავეტეოდი მაგრამ მე ვფიქრობ რომ ცოტა დიდხანს უნდა გეყოს ახლა აი ეს არის მე ვფიქრობ ეს არის ერთი 25 ან 20 ლარიანი ეს ცოტა უკეთესი ხარისხი აქვს ფასიც იქ თვითონ ის იქონა ახლა ეს რაღაცა დეტალი იმას კიდე ის აქვს და დამატებითი დეტალი რომელიც იმას არ ქონდა და მე ვეცდები რომ კიდევ ესენი ჩამოვიტანოთ ანუ დაახლოებით მე ვფიქრობ რომ რავი შინაურებისთვის მაგალითად მაიმარკეტზე დავდებ უცხოსთვის გავყიდი 50 ლარად ხდებით მაგრამ ჩემი გამომწერებისთვის და იუთუბერები ანუ ჩემი გამომწერი და ჩემი მაყურებლებისთვის ახლავთ ერთი 10 ლარს დავუმატებ მივხვდი ეს ხო წვალება ისა 40 ლარად გავყიდით ამას 40 ლარად მე მგონი არ უნდა იყოს ძვირი ახლავთ ეგ ფასი მე დამიჯდა ერთი ცალის დაახლოებით 20-32 ლარი რომ დაიანგარიშო მივხვდი რომ კიდე თავის ის აქვს წონა ნამატი ჯერ თავიდან სხვას ვიწერდი მერე შევცვალე და მეორე პარტიას რომელიც მაქვს ახლა კიდე სხვა მაქვს გამოწერილი რა არ ვიცი ის რამხელა წონას დაიკავებს და ვნახოთ კარგით მეგობრებო ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა მართლა ძალიან კარგი საშუალება არის აი დამიჯერეთ თუ თქვენ გნებავთ თქვენ თვითონ გამოიწერეთ მე არ მაქვს პრეტენზია წინააღმდეგი არ ვარ უბრალოდ ძებნა უნდა ძალიან ბევრი რომ ცოტა კარგი ნახო რა იქ როგორ არის იცი რაც უფრო ცოტა მაღალი ფასი აქვს ხო ხარისხი აქვს ახლა კი გასაგებია შეიძლება ერთნაირი იხედებოდეს მაგრამ თვითონ მექანიზმისა და იმას აქვს ცოტა ხარისხი რომ ცოტა დიდხანს გაძლოს მაგრამ დამიჯერეთ მაღაზია იაფად არ არის იქ მაშინ ჩვეულებრივი შპრიცი უნდა იყიდო ლარი რო ღირს ხდებით კარგით მეგობრებო ეს არის რაც მინდოდა მეთქვა ძალიან კარგი საშუალება არის მე მაგალითად ერთი ცალი ხომ მაქვს ერთი ცალს მე ვიტოვებ ერთი ჩემთვის მინდა ერთი ცალი მაგალითად მინდა კონდეს კურდღლისთვის ცალკე ქათმისთვის ცალკე მივხვდი რომ იმათ ყველა ზოგიერთ სხვადასხვა ხსნარი აქვს და ახლა არაფერი არ არის როდესაც ცალკე გყავს მაგალითად კურდღელი ასაცრელი ან ქათმებს აუცილებლად ჭირდება ხოლმე რაღაცა ჭირზე აცრა ცალკე ერთი მექნება მაგრამ მე ვფიქრობ ეს რომ 5 მილიგრამიანია მე კიდე მინდა ჩემთვის 2 მილიგრამიანი ახლა ეგ შეიძლება თქვენ მე სხვანაირი შეხედულება მაქვს ის 2 მილიგრამიანი რო არის ახლა აქ ხო 5 მილიგრამიანია 1 მილიგრამს უკეთებ მაგრამ იმ 2 მილიგრამში სიტყვაზე 9 მილიგრამის გაკეთება თუ მინდა 0.7-ის 0.8-ის გაკეთება ხო აქ მიჭირს აქ ამის გაკეთება მიჭირს მაგალითად გოჭები რომლებიც არის სიტყვაზე ჭიაზე დასამუშავებლები რო არის ლევამიზოლი 10 კილო უნდა 1 მილიგრამი ზოგი არის 7 კილოიანი ზოგი 12 კილოიანი გამიკი ამიტომ იქიდან გამომდინარე დავახარისხებ ან სიტყვაზე რაიმე წამ აი ვიტამინი მინდა 9 მილიგრამიანი ან რაიმე არის და შეიძლება მე ან ამით უბრალოდ ცოტა მეტი წვალება უნდა დააყერო თორე აი მე ვიტყოდი რომ ფერმისთვის ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა და იმიტომაც ამათ ახლა სურათებს გადავუღებ მაიმარკეტზე დავდებ 50 ლარად და უბრალოდ იქ მე 1000 ნაცნობია ხოლმე ახლა თქვენ რა გონია რამოდენიმე ახლა ერთს მე ვიტოვებ ხო ანუ ერთი ცალი რომ მე დავიტოვებ უკვე ეს ფინანსური ხარჯი ჩათვალე რომ ის ფასი ახლა მეც ხო გადავიხადე ჩემი და ერთი დავიტოვე ის ფასი უკვე იგივეა რაც უნდა გაყიდო
იგივეა. რაღაცას ახლა პატარას დავამატებდი, იმიტომ ამბობ, რომ რაღაც ერთი 10 ლარის დამატება ზემოდან, რომ იქნება იუთუბერებისთვის, იმ ჩემი გამომწერებისთვის, ჩემი ადამიანებისთვის მიკუთვნილი. და დანარჩენს მე უკვე ეს ნემსი ცალკე მაქვს რა, მთლიანად მინდოდა, მაგრამ მე ცალკე მაქვს გამოგზავნილი. არ მოდი ამათთან ერთად ვიყიდი ამათ თვიარი, მაგრამ ყველაცი სათითაოდ უნდა გამოეგზავნათ. ამიტომ მე რაღაცას ვიზავ, რომ იმას მიქნან, ეს ნემსიც გამომიგზავნონ. ამისი ფასი არის, უკვე გითხარით რა ჭდება, ეს ნემსი გამოდის ანუ ერთი ნემსი გამოდის დაახლოებით, ახლა ამას როდესაც გავყიდი, რამოდენიმე ცალს გავატან საჩუქრად. ანუ ეს როგორია, იცი? ეს მე ტესტად გამოვიწერე ნემსი, რომ იქ საიტზე არ ჩანს, ზოგადად როგორია, რანაირია, ეს ცოტა მსხვილი, ეს ცოტა წვრილია, რამოდენიმე ცალს ისე გავატან საჩუქრად, მაგრამ მე უკვე შეიძლება, ვისაც უნდა, შეიძლება და თან აქ როგორ არის, იცი, ამაზე ნებისმიერი ნემსი მიდის, აი ნებისმიერი, აი ზუსტად ამაზე მიდის ჩვეულებრივი ნებისმიერი სამედიცინო ნემსი. აცრის დროს თუ გინდა ცოტა მსხვილი ნემსი იყიდეთ, ცოტა წვრილი ნემსი იყიდეთ, ჩვეულებრივად მიდის ამაზე ნემსები. რაც იყიდება აფთიაქებში, ანუ ჩვეულებრივად მიდის ნებისმიერი ნემსი Z. ამის გარდა ეს ხომ არის გადმოსახარში. ჩვეულებრივი ადამიანების ნემსიც მიდის ჩვეულებრივად Z. კარგით, მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, დაგემშვიდობებით, თქვენთან იყო MTV საინტერესო ამბებით. მე მისი წამყვანი მოსე ვარ. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ და უკვე მაქვს მე ჩამოტანილი და იქიდან გამომდინარე სურვილიდან გამომდინარე კიდევ ჩამოვიტანთ. ვის რამდენი უნდა იქიდან გამომდინარე ჩამოვიტანთ აუცილებლად. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.